მინსკის შეთანხმება იყო ლუგანსკი, დონეცკი უკრაინის შემადგენლობაში. მერე ომი სანამ დაიწყებოდა, მოთხოვნა იყო უკრაინა ნატოში რო არ იქნება, მაგის გარანტია მოგვეცით წერილობით. მაგაზე უარი ითქვა, ეხლა მაგაზე თანახმარია. უკრაინა რო ნატოში არ იქნება, ეგ საჯაროდ არის დაფიქსირებული. ერთი თვის თავზე ომის დაწყებიდან სტამბოლში შეთანხმება იყო. უარი უნდა ეთქვათ ნატოზე, ასევე განიხილებოდა ლუგანსკის და დონეცკის რეინტეგრაციის თემა. გავიდა 3 წელიწად ნახევარი ომის დაწყებიდან და ეხლანდელი შეთავაზება გამოიყურება ესე: რა ყირიმი, რა ლუგანსკი, რა დონეცკი, აგერ ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების დიდი ნაწილი მიაქვთ. ტერიტორიაზე, სადაც ეხლა უკრაინელები დგანან, იქიდანაც გამოსვლა მოუწევთ და ნატოში უკრაინა მაინც არ იქნება. და როდესაც ამ ომის დაწყების დროს ჩვენ გვეკავა პოზიცია, რომელიც გვეკავა, იმიტომ გვეკავა, რომ ვიცოდით, რომ აქეთ წავიდო და თქვენ მეორე ფლანგს გეგონათ, რომ რუსეთს დაშლიდნენ, პუტინს ბუნკერში მოკლავდნენ და დარბოდით უკრაინის დროშები. ქართული ოცნება და ნაცები ერთად უკრაინის დროშებით რო ფრიალებდნენ პარლამენტში, ერთადერთი ხალხი, რომელიც საუბრობდით, რომ ეს ამბავი უკრაინისთვის მორჩება კატასტროფულად, ვიყავით ჩვენ. კონსერვატორების საქართველოსთვის.